მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო და არხის წევრებო. დღეს ვისაუბრებ თქვენთან ერთად 28 მაისს, სომხეთის პირველ რესპუბლიკის დღეს და ერევანში გამართულ სამხედრო აღლუმზე და განვიხილავთ თუ რა ახალი შეიარაღება და საერთოდ ახალი ჯარი, როგორც მას უწოდებს პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, წარმოადგინა სომხეთმა, რა ახალი შესაძლებლობები გააჩნია ამ ჯარს. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ეს არის პრაქტიკულად ანგარიშის ჩაბარება გარკვეულწილად პრემიერი ფაშინიანის მიერ, რადგანაც სულ ახლახანს ამ დღეებში 7 ივნისს იქნება საპარლამენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის შემდეგი 5 წლის განმავლობაში ბედს და აქვე ძალიან მნიშვნელოვანი არის ცხადია, რომ პრემიერი ფაშინიანი ანგარიშს აბარებდა პრაქტიკულად ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მხრივ, სწორედ შეიარაღებული ძალების მიმართულებით. სწორედ აქედან გამომდინარე, პრემიერ ფაშინიანის ხედვა იყო, რომ ზუსტი დემონსტრაციაც ყოფილიყო ახალი შეიარაღებული ძალების. ამისთვის შექმნეს ახალი რეალურად სიმბოლიკა, ჩაანაცვლეს შეიარაღებული ძალების სიმბოლიკა ძველი ახლით, სადაც სომხეთის რესპუბლიკის რუკაც არის დატანილი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთის, ესე იგი, მშვიდობის პოლიტიკას, კონფლიქტის დასრულების ლოგიკას და ამ ლოგიკაში სწორედ ესე იგი, საუბრობდა პრემიერი ფაშინიანი იმაზე, რომ შეიარაღებული ძალების გაძლიერება არათუ კონფლიქტის ლოგიკის გაგრძელების ან ძალის დემონსტრაციის კონტექსტში, არამედ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით ხდება და აპირებენ გაძლიერებას საკუთარი, ესე იგი, შეიარაღებული ძალების. უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად სამოქალაქო შეთანხმება, პოლიტიკური პარტია მართველი სომხეთის მისი მშვიდობის დღის წესრიგი არ ნიშნავს არც პაციფიზმს, არც ეროვნული ინტერესების დათმობას. ჩემი აზრით ეს კონცეფტი არის მაქსიმალურად სწორი სომხეთისთვის ამ მომენტისთვის. ერთი მხრივ ეს არ გულისხმობს კონფლიქტის ლოგიკის გაგრძელებას, მეორე მხრივ და მშვიდობის პოლიტიკას გულისხმობს, მეორე მხრივ პაციფიზმსაც არ გულისხმობს და ეროვნული ინტერესების დათმობას და ამის ნაცვლად აქტიურ შეიარაღებას. აქ მე შევამჩნევდი მნიშვნელოვან განსხვავებას ქართული ოცნების პოლიტიკასთან, რომელიც შეიძლება იგივე ნარატივებში გავს მაგალითად მშვიდობის ლოგიკას, რომ კონფლიქტის თავიდან არიდებას ვცდილობთ, თუმცა მეორე მომენტი არის, რომ ის, რასაც ფაშინიანი ამბობს, პაციფიზმის ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე არაო, ჩვენ შეიარაღებული ძალების ხარჯებს თუ შევხედავთ და შესაძლებლობებს 26 მაისსაც პრინციპში შეგვიძლია თქვათ ვიხილეთ და გარკვეულწილად უпроსტად ვიხილეთ, რომ არაფერი განსაკუთრებული სადემონსტრაციო არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ ბიუჯეტიც არ გაგვაჩნია, სამჯერ ნაკლები ბიუჯეტი გააჩნია საქართველოს, ვიდრე სომხეთს შეიარაღებული ძალების მიმართულებით. სამჯერ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა 30%-ით უფრო დიდია ვიდრე სომხეთის. ეს უბრალოდ ფაქტები. და წავედით წინ, ესე იგი, სომხეთის ჯარის სიმბოლიკის მიღმა, მთლიანად უნიფორმა შეიცვალა, 4 სხვადასხვა ნაირსახეობის უნიფორმა ექნება ჯარისკაცს, წლის სხვადასხვა დროისთვის და ამავდროულად, ესე იგი, ეს ყველაფერი არის უმაღლესი სტანდარტებით, ხოლო აღლუმისთვის განკუთვნილი ფორმა რეალურად ასევე სახეცვლილია და გარკვეული საბჭოთა სიმბოლიკის ნაცვლად იქნება ეროვნული სომხური სიმბოლიკის ფერების და ასე შემდეგ მატარებელი. თუმცა ეს სიმბოლური ნაწილი მთავარი, რა თქმა უნდა, არის თავად შეიარაღებული ძალები, სადაც არის საკმაოდ სერიოზული რაოდენობის ახალი ტიპის ტექნიკის შესყიდვა და მაგალითად იწყება ერთ-ერთი საკვანძო ფრანგული ცეზარ თვითმავალი საარტილერიო სისტემით 155 მმ. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, ნატო სტანდარტი, რაც რეალურ შესაძლებლობას იძლევა, რომ აქტიურად იმართებოდეს
ესე იგი, წარმოების და შესაბამისი ალტირელიის, ანუ შესაძლებლობების შესყიდვაც, ადგილობრივი წარმოებაც თეორიაში, იმიტომ რომ 155 მმ ის სტანდარტია, რომელიც რეალურად აპრობირებულია მსოფლიოში და ერთადერთი, ვინც ამ სტანდარტის მიღმა არის, ძირითადი მოთამაშე არის რუსეთი, საბჭოთა, სხვა სტანდარტზე არიან და ამიტომ სომხეთი პრაქტიკულად ამ მხრივ გადადის ასევე ნატოს ან დასავლეთის სტანდარტებზე. ამ იარაღს ფრანგულ ცეზარს სომხეთმა დაარქვა არამაზდი. ეს არის ქრისტიანობამდე სომხური, ესე იგი, ეთნოსის ან პანთეონის, ასე ვთქვათ, რელიგიათა პანთეონის, ღმერთების პანთეონის ერთ-ერთი ღმერთის სახელწოდება და ასეთი სახელწოდება შეარჩიეს მას. ესე იგი, და შემდეგ უნდა ვთქვათ, რომ 40-დან 55 კილომეტრამდე აქვს მოქმედების რადიუსი, შეუძლია ზურგიდან მტრის პოზიციებზე დარტყმა და 2024 წელს ივნისში ვიცით, რომ 36 ცალი იყიდა სომხეთმა, რაოდენობა პრინციპში სავარაუდოდ გაზრდილიც არის ამ პერიოდის განმავლობაში. უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მობილურია ეს დანადგარი და არამაზდი იმიტომაც ქვია და არა ცეზარი, რომ სპეციალურად სომხეთისთვის არის აწყობილი გარკვეულ სხვა მოდიფიკაციაში, რომელიც ჭირდება სომხეთს კლიმატური თუ მაგალითად ასევე გეოგრაფიული, ლანდშაფტური მოთხოვნებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მე ვფიქრობ სახელების შეცვლას და იმის აღნიშვნა არ იყო იქ თუ ვისი წარმოების არის, უბრალოდ სამხედრო სფეროში გარკვეული ადამიანებისთვის ნათელია. ესე იგი, ამას ჰქონდა ასევე პოლიტიკური მიზეზი და მიზანი, რომ არ ყოფილიყო ხაზგასმა, რომ აგერ საფრანგეთი, აგერ ეს ქვეყანა, ის ქვეყანა, ამის ნაცვლად სომხეთმა ეს წარადგინა საკუთარი ეროვნული სახელებით არ უთქვამს, ცხადია, რომ მისი წარმოების არის თქვა, რომ სპეციალურად ჩვენთვის არის ჩვენი შეკვეთით დამზადებული. შემდეგი არის, ესე იგი, ასევე ფრანგული ბასტიონების სისტემები და ეს ბასტიონების ჯავშანტექნიკა საკმაოდ მობილურია და ძირითადად სომხური ჯარის განახლებულ სპეცდანაყოფს ცალკე ერთეული არის ახლა განსაკუთრებულ დავალებათა, ალბათ ესე უნდა ითარგმნოს, ან სპეციალური ამოცანების ცალკე სამხედრო ერთეული ჯარები და ეს რეალურად არის ყოფილი სპეცრაზმი, ჯარის სპეცრაზმი, ახლა უბრალოდ მისი ლოგიკა ოდნავ ჩანაცვლებული არის და უფრო დაახლოებული დასავლურ სტანდარტებთან ამ მიმართულებით. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ბასტიონები ძირითადად მათ მიერ იქნება გამოყენებული. ცეზარების ეფექტურობა იმაშია, რომ აქვთ გააჩნიათ ძალიან სერიოზული დასავლური ნავიგაციური სისტემები, არის ძალიან ზუსტი იარაღი და ესე იგი ამავდროულად 40-დან 55 კილომეტრს ფარავს პრაქტიკულად საზღვრის ზონაში ძალიან სერიოზული დაფარვა აქვს. ამას ემატება ის, რომ მობილურია და ჩქარია, შეუძლია უცებ დაიმალოს, რომ საპასუხო ცეცხლი არ მიიღოს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ნებისმიერი ომის დროს. და ამას ემატება რეალურად ეს მობილურობის გარდა სწრაფი მოქმედების საშუალება. ერთ წუთში შეუძლია უცებ რეალურად გაიშალოს, ისროლოს და შეცვალოს ლოკაცია. შემდეგი არის ჩინური წარმოების მძიმე უპილოტო საფრენი აპარატი CH-4B, რომელსაც აღეღი დაერქვა სომხური მოდიფიკაციით. ეს მრავალფუნქციური სადაზვერვო და დარტყმითი, ესე იგი, შესაძლებლობის მქონე, შეუძლია 450 კილოგრამამდე საბრძოლო მასალის 4 რაკეტის გადატანა. ჰაერში ძლებს დაახლოებით 30 საათს და აქვს 2000 კილომეტრამდე ფრენის რადიუსი, რაც ფარავს მთელ პრინციპში კავკასიას და მეზობელ რეგიონებსაც. შემდეგი არის ასევე ნიზაკი, ასევე სომხური სახელწოდება მიეცა,
ჩინური მეხუთე თაობის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა GAM 102L მუშაობს პრინციპით გაისროლე და დაივიწყე, აქვს თერმული ვიზუალიზაცია და მოქმედებს 10 კილომეტრამდე დისტანციაზე მძიმე ტექნიკის წინააღმდეგ. ჯაველინების ალტერნატივა არის რეალურად ჩინური წარმოების. შემდეგი არის კარიჭი, ირანული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი მაჯიდი, მობილური დაბალ სიმაღლეზე მომუშავე საერო თავდაცვის სისტემა, აღმოაჩენს მიზანს 15 კილომეტრზე, ხოლო ანადგურებს 8 კილომეტრის რადიუსში და 6 კილომეტრზე სიმაღლეში. ეფექტურია მცირე ზომის დრონების წინააღმდეგ რეალურად. და ესეც გასათვალისწინებელია და ეხლა რა თქმა უნდა უფრო მეც გეტყვით ცოტა მოგვიანებით. ეს არის ასევე რაც დემონსტრაცია პირველად რაც ვნახეთ, ამერიკულ-ბელგიური M2 ბრაუნინგი 12.7 მმ მძიმე ტყვიამფრევი ეფექტურია 2 კილომეტრამდე, მნიშვნელოვანია საზღვარზე აშენებული ახალი ციხესიმაგრეების გაძლიერებისთვის, ამასაც გეტყვით, რომ სომხეთმა ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო პირდაპირი გაგებით ციხესიმაგრეების აგება საზღვრებზე. ეს არის გარკვეულწილად ბეტონის მთაში სიღრმისეულად გამაგრებული ესეთი პრინციპში შენობა ოღონდ მიწაში, მთაში ან სადმე ესეთ ადგილას, სადაც რომელიც უსაფრთხო არის არტილერიის და უპილოტო საფრენი აპარატებისგან და საიდანაც ხდება სასაზღვრო ზონის კონტროლი, ასევე ხდება იქ უპილოტო საფრენი აპარატების, საერო სივრცის კონტროლი და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან სერიოზული და პროცესი მიმდინარეობს. ჯერ როგორ ვთქვათ, დასაწყის ფაზაში არის ეს ყველაფერი, რამდენიმე არის ესეთი აშენებული, თუმცა ის რაც ვნახეთ, პრინციპში ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ძალიან სერიოზული გაგრძელება მოყვება, იმიტომ რომ საკმაოდ წარმატებულად ითვლება. ბასტიონებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ სპეცდანიშნულებისთვის არის, ესე იგი, სპეციალურად შექმნილი და ბასტიონების ტევს 10 ადამიანს და ავითარებს 110 კმ/სთ-ში. შემდეგი არის ინდური საერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც სომხური დასახელება ლუსანი ქვია. ეს არის აკაში, ინდური აკაში. მოქმედებს 30-35 კილომეტრის რადიუსში და 18 კილომეტრ სიმაღლეზე თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და დრონების წინააღმდეგ. ასევე შემდეგი არის შანთი, მაგალითად, ესეც როგორც გითხარით, ერთ-ერთი წინაქრისტიანული სომხური პანთეონის ღვთაება არის. ასეთ სახელწოდებით, ინდური მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა პინაკა. ესე იგი, აკაში ძალიან სერიოზული საშუალება არის პრინციპში და აი მაჯიდთან ერთად, მაჯიდი პატარა დრონებზე მომუშავე გამოდის და აკაში რეალურად გამოდის 30-35 კილომეტრზე, ანუ გაცლებთ უფრო დიდ მანძილზე, სასაზღვრო ზონაში, 18 კილომეტრზე სიმაღლე, ასევე სერიოზული მანძილია. ნებისმიერი პრინციპში სერიოზული, ასე ვთქვათ, მსხვილი დრონის ან თვითმფრინავის წინააღმდეგ, მოკლედ ეს საკმაოდ სერიოზულია. პინაკა 214 მმ-იანი კალიბრის რეაქტიული სისტემაა, რომელსაც სხვადასხვა მოდიფიკაციის შეუძლია 40-დან 90 კილომეტრზე მოქმედების რადიუსი კონდეს, 6 მანქანისგან შემდგარ ბატარეას ერთდროულად შეუძლია 72 რაკეტის გაშვება და ფარავს კილომეტრს 1 კილომეტრზე. ანუ საკამაოდ სერიოზულია, კრიტიკულია მტრის მასიური შეტევის ჩასახშობად. და სომხეთი გეგმავს, რაც მნიშვნელოვანია, ამ სისტემების ადგილობრივ წარმოებას, ჯერ ნაწილობრივ და მერე მთლიანად. ასევე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ სომხეთი აი ამ იარაღს, რომელიც საკმაოდ წარმატებული იარაღი არის რეალურად და ეფექტური, იაფი და ხარისხიანი, მის წარმოებას.
შემდეგი არის ინდური საარტილერიო რადარი SWAT-HI, ფაილაძუდა არქვეს მას სომხურ ვარიანტში. მოძრავი რადარი, რომელიც აფიქსირებს მტრის ნაღმყორცნებსა და არტილერიას 30 კილომეტრზე, რაკეტებს 80 კილომეტრამდე და საშუალება იძლევა საპასუხო დარტყმების სწრაფი კოორდინაცია რომ მოხდეს. ამ გარდა ამისა, პრინციპში ვნახეთ ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სხვა შეიარაღებაც. მათ შორის საუბარია იმაზე, რომ აი ფრანგული, არ გვინახავს ეს არ იყო რეალურად ამ აღლუმში არ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ საფრანგეთს აქვს სომხეთისთვის, ესე იგი, გაყიდა საფრანგეთმა მისტრალის ტიპის საერო თავდაცვის სისტემები. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამავე ლოგიკაში ჩვენ ვიცით და ვნახეთ, რომ ასე იგი სომხეთს ასევე გააჩნია გარკვეული რაოდენობის რუსული შედარებით თანამედროვე ტექნიკა, მაგალითად TOR M2KM საერო თავდაცვის სისტემა, თუმცა მას სომხური სახელი არ დაარქვეს და ეჭვი მაგ იმიტომ, რომ სომხეთი აღარ აპირებს მის შეძენას, უბრალოდ რუსეთს არც გააჩნია წირომ გაყიდოს. ეს არის სავარაუდოდ უკრაინაში ომის დაწყებამდე შეძენილი საერო თავდაცვის სისტემები, ტორი. გარდა ამისა, სომხურ ჯარს გააჩნია T-72 ტანკები, მაგრამ დემონსტრირებული არ იყო, ისე როგორც BTR-ები და ამავე არ იყო დემონსტრირებული. არ იყო ამის საჭიროება. მისტრალები, როგორც გითხარით, არ იყო დემონსტრირებული, ასევე პრინციპში დემონსტრაციულ ნაწილში რაც ვნახეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ინდური საჰაერო თავდაცვის სისტემებიც, რადარებიც სხვადასხვა ტიპის. ამას დაემატა, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ საფრანგეთს რადარი აქვს გაყიდული სომხეთისთვის მისტრალთან ერთად. ესეც არ იყო დემონსტრირებული. და უზარმაზარი რაოდენობის სომხური წარმოების დრონები. მაგალითად Dragonfly აქვს ესე იგი 200 კილომეტრამდე მოქმედების საშუალება და 10 კილოგრამ ასაფეთქებელს ატარებს. ასევე სხვა 10-მდე დაახლოებით სხვადასხვა კალიბრის ტიპის სახეობის კამიკაძე დრონები, სადაზვერვო დრონები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სომხური წარმოების და რეალურად სომხეთის გათვლა სწორედ აი ამ დრონების წარმოებაზე და რაოდენობაზე ძალიან მნიშვნელოვანი ფართო არის საკმაოდ და სომხეთი რეალურად ცდილობს დრონების სფეროში სერიოზულად წინ წავიდეს. რა თქმა უნდა, 200 კილომეტრიანი კამიკაძე დრონები ეს ძალიან სერიოზულია. ხარისხს რაც შეეხება, როგორც ვიცით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ხარისხი რეალურად ასევე და პირიქით ფაშინიანმა თქვა, რომ უკვე ექსპორტიც დავიწყეთო გარკვეული დრონების. რაც ასევე საინტერესოა თუ სად. შემდეგი ეხება ესე იგი რუსულ სისტემებს ვიცით რომ ესე იგი სონცეპიოკიც იყო ტოსი სისტემები ასევე ძველი ვიცით რომ ბუკის სისტემები გააჩნია სომხეთს ისკანდერის სისტემები გააჩნია სომხეთს თუმცა არ იყო დემონსტრირებული ახალი არ არის ტოსი ახალი იყო D-30 ჰაუბიცები იყო დემონსტრირებული იმიტომ კი არა რომ ახალი იარაღია მაგრამ სრულიად ახალი ვიყიდეთო რუსეთისგან მანამდე წინა ხელისუფლების პირობებში სომხეთში ახლის ნაცვლად ჯარც ყიდულობდნენ პრაქტიკულად რუსეთისგან ან ამბობდნენ კიდევაც რომ უფასოდ გადმოგცემსო მაგრამ ჯართი უფასო კიდევ ცალკე ამბავი ანუ ან არის რო და ან თუ ისრო და იქ არის რო და სადაც უნდა ესროლა ანუ ასე რომ ჯართი აბა რა არის ეს 300 საერო თავდაცვაც გააჩნია სომხეთს, თუმცა ეფექტურობა ვიცით რომ ძალიან დაბალია და დემონსტრაცია არ იყო. თვითმფრინავების მიმართულებით ასევე საინტერესოა, ну, Su-25-ით იყო ავია შოუს ნაწილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ასევე განასხვავებს მაგალითად საქართველოს და სომხეთს, სომხეთის Su-30-ები. SM ნაირსახეობის
რომლებსაც გააჩნიათ, ესე იგი, მათ შორის შესაბამისი ჭურვები. მანამდე არ ქონდათ და იყო საუბარი, რომ რუსეთმა არ მიყიდა. ეხლა როგორც ხვდები, ეს ჭურვები არის ნაყიდი უკვე ინდოეთისგან, რადგანაც ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ესე იგი ოპერატორი არის პრინციპში ყველაზე მსხვილი SU-30-ების და თავად აწარმოებს ყველაფერს, რაც ჭირდება. სავარაუდოდ ეს არის რაც ზუსტად დადასტურდა, რაც ვიხილეთ, თუმცა გეტყვით რა არ არის ჯერ დადასტურებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის. თავდაცვის მინისტრმა სომხეთის სურენ პაპიკიანმა ასევე დაადასტურა, რომ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არ არის ყველაფერი, რაც სომხეთმა შეიძინა და რაც სომხეთს გააჩნია. გარდა ამისა, ვიცით, რომ კიდე მიმდინარეობს მუშაობა ახალი შეიარაღების შესყიდვაზე. აქ უნდა გითხრათ, რომ დიდი ალბათობით რასაც მიეცა სომხური სახელწოდებები, ამის მუდმივი შესყიდვა იგეგმება. როგორც ჩანს, მძიმე უპილოტო საფრენი აპარატების კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობა გადაწყდა, მაგრამ ხო, ასევე არ იყო დემონსტრირებული ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატები, რომელიც სომხეთს გააჩნია. VB-8 მაგალითად არ იყო, მაგრამ ვიცით უეჭველი რომ გააჩნია. აა რომელიც სადაზვერვო არის, მაგრამ დარტყმითი შეიძლება იყოს. ესე იგი, რაც შეეხება ამ ჩინურ დრონებს, სავარაუდოდ ეს მათ შორის სომხეთს ჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი წარმოება ჩამოაყალიბოს ჩინურ მსგავსი მძიმე დრონების გამოცდილება შეაგროვოს, ასე ვთქვათ. მცირე დრონები პრაქტიკულად მთლიანად ადგილობრივ წარმოებაზე არის გადაცებული სომხური ჯარი, რაც არის ძალიან სერიოზული მიღწევა და სომხეთს გააჩნია ეს ტექნოლოგიური შესაძლებლობები. პინაკას ადგილობრივ წარმოება ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა აი პინაკას კუთხით ასევე დიდი მუშაობა იმაზე, იმიტომ რომ მანძილის გაზრდაც შეიძლება პინაკასი და ეფექტურობას სხვადასხვა ნაირსახეობის არის მოკლედ ეს პინაკა. ჰაუბიცების სისტემები იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. მარტო ცეზარები არა. ჩინური, უკაცრავად, ინდური ორი ტიპის ჰაუბიცების სისტემები იყო ATAGS ნაირსახეობის ATAGS სახელწოდების და კიდევ ერთი რეალურად სხვა, ანუ ეს ყველაფერი არის 155 მმ-იანი ჰაუბიცების სისტემები, საკმაოდ სერიოზული, სომხეთი ამ ყველაფრის წარმოებასაც აპირებს. აკაშ სისტემების შემდეგი თაობის შესყიდვაზე არის საუბარი ინდოეთთან. ასევე არის საუბარი და რამდენად შესყიდულია ეს არ ვიცით, დიდი ალბათობით უკვე. არსებობს ასევე დისკუსია იმის შესახებ, რომ სომხეთი გეგმავს ბრაჰმოს ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი იარაღის შესყიდვა ინდოეთისგან და ეს ბრაჰმოსი არის ესე იგი ხმის სიჩქარეზე უფრო მაღალი სიჩქარით მოქმედი იარაღი ჭურვი, რომელიც გამოიყენება სწორედ SU-30-ების მეშვეობით. ამაზე არის მსჯელობა, რამდენად ნაყიდია, ზუსტად არ ვიცით. არის ამაზე სპეკულაციები, რომ დიდი ალბათობით შეიძლება უკვე ნაყიდიც იყოს. რაოდენობას რაც შეეხება, ხო, სომხეთს ძალიან დიდი რაოდენობით სურს. ბრაჰმოსი წარმოუდგენლად სერიოზული იარაღია, რომელსაც შეუძლია სტრატეგიული ობიექტების განადგურება პოტენციური მოწინააღმდეგის, მათ შორის სამხედრო, ენერგეტიკული და ასე შემდეგ. 300 კილომეტრზე მოქმედებს, ძალიან სწრაფია და მისი ჩამოგდება სააერო თავდაცვის სისტემებით ძალიან რთულია. და რეალურად ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი შეიძლება იყოს სწორედ ინდური. გარდა ამისა, ვიცით, რომ ინდოეთი მუდმივ სატელიტურ ინფორმაციას აძლევს სომხეთს და არა მხოლოდ სომხეთს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ სომხეთს. ვიცით, რომ სომხეთი გეგმავს პოლონურ-კორეული, სამხრეთ-კორეული ტანკების ყიდვას, სურს K2 ტანკების. ეს ცალკე თემაა.
ვიცით რომ საფრანგეთთან ასევე სხვა სისტემებზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვიცით რომ ამერიკასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები პრინციპში შესაძლოა საერო თავდაცვაზე. ზოგადად თეორიულად სომხეთს აქვს ორი ვარიანტი, ან სუ 30-ების მეტი რაოდენობა იყიდოს ინდოეთისგან, ან რეალურად გაცვალოს 6-30-ები და მიიღოს უკვე დასავლური თვითმფრინავები, სომხეთს ეს საკმაოდ სერიოზულად ჭირდება. ორივე ვარიანტი ნორმალურია, უბრალოდ ამერიკული, რა თქმა უნდა, უკეთესი ვარიანტია, მაგრამ ეს სუ-30-ებიც ინდური მოდიფიცირების კარგია ჯამში. მით უმეტეს ჭურვები, როცა ინდური გექნება და მიწოდების კუთხით პრობლემა არ არის, იმიტომ რომ შემოდის ინდოეთიდან ირანის გავლით, საქართველოს გავლით სომხეთს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აქვს, რომ გაკეთებული საჯარო, რომ საქართველოს არანაირი მიზეზი არ გააჩნია ტრანზიტი შეაფერხოს სომხეთში, თავისუფლად მიდის სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც შეიარაღების ტრანზიტი, რადგან არანაირი საერთაშორისო სანქციები არ არის. აზერბაიჯანულ და ასევე სომხურ მედიაშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ჩაიკეტა სომხეთისთვის იარაღის იმპორტის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ფრანგული და განსაკუთრებით, ესე იგი, აი ბასტიონების შემდეგ უკვე ცეზარების სისტემები არც კი ვიცით რეალურად როგორ არის სომხეთის ტერიტორიაზე ჩატანილი, რადგანაც ბასტიონი ვიცით უაჭველი, რომ ფოთის სპორტის გავლით იყო, ფოტოები იყო მაგის ქსელში საჯაროდ, მაგრამ აი ცეზარებზე უკვე არ ვიცით. ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხეთი ქმნის საერო თავდაცვის მაგალითად სამშრიან სისტემას მისტრალების, მაჯიდების და აკაშების მეშვეობით. ეს არის სულ მცირე რაც დადასტურდა და სავარაუდოდ შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე უფრო მსხვილი აკაშის სისტემის შეძენა და შესაძლოა პოტენციურად რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვაზეც იყოს საუბარი, მათ შორის არ არის გამორიცხული ამერიკელებთან პატრიოტის სისტემაზე მუშაობა. რატომ? იმიტომ რომ ეხლა გაფართოებული, ესე იგი, სიღრმისეული სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერა რომ მოხდა სომხეთსა და ამერიკას შორის, აგერ რამდენი 26 მაისს რუბიო რომ ჩავიდა, მან წერია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და ეს არის ფაქტი. ასე რომ დიდი ალბათობით მაგის საშუალებებიც გაიხსნება. სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტი არის 1.7 მილიარდი დოლარი და წლების წინ იყო 500 მილიონი დოლარი. ჩვენი ბიუჯეტი დაახლოებით დარჩენილია ამ 500 მილიონი დოლარის ფარგლებში. მანამ სანამ სომხეთის ბიუჯეტი სამჯერ მეტი გახდა და ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები მე არც კი ვიცი რამე გვაქვს ახალი. მგონი არაფერი არ არის ახალი. არაფერზე არ მსმენია, არაფერი დემონსტრაცია, არც არანაირი ინფორმაცია, არც ფული იმისთვის, რომ იყიდო. ანუ არაფერი არ არის ახალი, რაც არის ჩემი აზრით კატასტროფა და ტრაგედია. არც გამაგრებული ეს ფორტიფიკაციული საშუალებები გაგვაჩნია ახალი, თავის დროზე კი შენდებოდა თბილისის ირგვლივ წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ეხლა არც ეგ არის რაიმე განსაკუთრებული. სომხეთში საჯარო დემონსტრაცია მოხდა, ან რო საზღვარზე რო დადიხარ იქ, ან საზღვარზე კი არა და გზაზე ჩვეულებრივ, ჩანს ბევრი რამე. გარდა ამისა, პრინციპში საერო თავდაცვა, რასაც ვხედავთ, ჩვენ ფრანგული უნდა გქონოდა და გააუქმეს, როგორც გახსოვთ, ალასანიას დროს ჯერ კიდევ ოცნებამ. სომხეთს აგერ ფრანგული საერო თავდაცვა, ინდური საერო თავდაცვა და ასევე ირანული, მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე, ეს ირანული ერთი იარაღი რო გვაჩვენეს, ერთი სისტემა, მე ჭვიმაქ, რომ ეს ერთი სისტემა არ არის. მინიმუმ 500 მილიონიან დოლარზე იყო კონტრაქტზე იყო საუბარი ირანთან. ასე რომ სავარაუდოდ იქ არის მთელი სპექტრი ირანული იარაღის, ზემოდან კიდე დრონები, შაჰიდები და ასე შემდეგ. ინდურს რაც შეეხება, ასევე რაც გვაჩვენეს არის მხოლოდ ნაწილი, მხოლოდ ნაწილი. გაცილებით მეტია ლოგიკურად მეტი იარაღის საშუალება არის ინდოეთთან, ასევე ბალისტიკური დარტყმითი სისტემების პრალაიზე არის საუბარი. ეჭვმაქ, რომ უკვე ნაყიდიც კი არის.
მაგ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ფულიც არის მაგ ყველაფრისთვის გადაცემული უკვე, ან ფული არის ბიუჯეტში, ან ფულია. მოკლედ, ბევრი რამ არის იქ რეალურად. ანუ ფულს რო აკვირდები, ხედავ რომ ანუ გაცილებით მეტი ხარჯი, მარტო თან თავდაცვის ბიუჯეტზე არ ვამბობ. ვალის აღებაც იყო და ფაშინიანი ამბობდა რომ ვალი ავიღეთ, იარაღი ვიყიდეთო. ეს ცალკე თემაა. შემდეგი არის უპილოტო საფრენი აპარატები. წარმოუდგენლად დიდი ნაბიჯი წინ, მით უმეტეს მძიმე კუთხით ჩინური და საქართველოს ოცნება რომ ამაყობს ჩინეთთან პარტნიორობით ერთი ცალი რომ არა აქვს ჩინეთიდან არაფერი მიღებული, ეს ხომ საინტერესოა. ამავდროულად ადგილობრივი წარმოება, ნუ რაზეა საუბარი, ჩვენ გონი არანაირი ადგილობრივი წარმოება დრონების რეალურად არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ იყო მაგაზე რაღაც საუბრები. მაგის ნაცვლად სეპარატისტებს აქვთ დრონების წარმოება არა, მაგრამ რაოდენობა ზრდიან, მათ შორის FPV დრონების. საერო თავდაცვის კუთხით საქართველოში ხო არანაირი წინსვლა არ გვაქვს, მძიმე ტექნიკის კუთხით ასევე, артиლერიის კუთხით ასევე. საერო ძალები აგერ 26 მაისს ვიხილეთ, რომ ისევ ძველი Su-25-ებით ვართ და არაფერი წინსვლა, არც ამბიცია წინსვლის, კატასტროფა არის ეგ. ჩემი აზრით, და რეალურად რაოდენობაც ჯარის, ახლა ეს ზუსტი მონაცემები არ არის, მაგრამ ვიცით რომ სომხეთში გაცილებით უფრო დიდია არმია ვიდრე საქართველოში, ანუ ჯარის შემადგენლობა. საბოლოო ჯამში ეს აღლუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში პაციფიზმად არ ქცეულა სამშვიდობო პოლიტიკა და ჯარის გაძლიერება, მით უმეტეს მრავალი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ის ბრაუნინგი, რო ვთქვი მაგალითად, არის ბელგიურ-ამერიკული. ანუ აქ არის უკვე აშენებული რამდენიმე 7 ქვეყანაზე ძირითადად აწყობილი უკვე იმპორტის სისტემა და ამ იმპორტის სისტემის გაფართოება იგეგმება. საქართველოს ეს არ გაუკეთებია. მე ვფიქრობ, ეს ქართული ოცნების პოლიტიკის ძალიან სერიოზული შეცდომაა და ასევე ვიტყვი, რომ ასე იგი, ჩვენი ხედვა, იცით რომ მე წარმოვადგენ პოლიტიკურ გუნდს, ჯერ საქართველოს ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან ნათელი და კონკრეტული. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჯარის გარეშე დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე საუბარი არის. უბრალოდ ლამაზი სიტყვები, უშინაარსო სიტყვები. აქედან გამომდინარე, დღეს 31 მაისს 18 საათზე სასტუმრო მუზეუმში, ეს არის ორბელიანების ქუჩა 8-10, ასე იგი 31 მაისს, ანუ დღეს 18 საათზე გაიმართება ჯერ საქართველოს საჯარო შეხვედრა ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, გელოდებით და მობრძანდით მონაწილეობა მიიღეთ და ერთად ვისაუბროთ საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე და მოგვარების გზებზე, იმიტომ რომ ჯერ საქართველოს ხედვა არის, რომ აი ეს მდგომარეობა წეღან რაც აღწერე, ეს განსხვავება უნდა შევამციროთ და ვინმესთან შედარებაში კი არ ვამბობ. აზერბაიჯანთან რო შევადაროთ, უარესად არის საქმე. თურქეთთან საუბარიც არ არის, რუსეთთანაც გასაგებია. მაგრამ შეიარაღებული ძალების გარეშე დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არსებობს. ეს არის უბრალოდ ფაქტი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის, რაც განასხვავებს ჯერ საქართველოს და ქართული ოცნების ხედვებს, მაგალითად, შეიარაღებული ძალების მიმართულებით. დღეს რომ ვინც მობრძანდება, ასევე საშუალება ექნება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილ მეთაურს, ჯერ საქართველოს ერთ-ერთ წევრს და თანადამფუძნებელს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესაც მოусმინოს და კითხვებიც დაუსვას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შეხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.